საღამოშვიდობის მეგობრებო, ეხლა უნდა გითხრათ კურდღლის კუჭის მოქმედებაზე, ანუ რატო ებერება კუჭი და რატო აქვს შებერილი და ვერ გადის ესე ვთქვათ კუჭში კურდღელი. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ ჩემო მეგობრებო, ეს არის საჭმლის უეცარი შეცვლა. ანუ ნელა-ნელა უნდა შევაპაროთ ის საჭმელი, რაც გვინდა რომ შემდეგ ყოველდღიურად მივცეთ. უეცარი შეცვლა კუჭი ნაწლავს ძალიან ურტყავს და ვერ ახერხებს ათვისება ორგანიზმი. ეხლა მეორე. ბევრი მარცვლეული. ანუ გულისხმობ ხორბალს, რა თქმა უნდა, მარცვლეულში თორე ქერი არაფერს არ უზავს. აი, ბევრი არ უნდა აჭამოთ თორე მონელება უჭის. არც ისე და არ არის ძალიან კარგი ხორბლის მიცემა, ეგ არაფერს არ აძლევს პლიუს კურდღელს. გარდა იმისა, რომ ამუშავებს პირს, მეტი არაფერი. წონას ეგ არ აძლევს, ზდას ეგ არ აძლევს. ასევე სველი ბალახი, მეგობრებო, გამოზაფხული დაიწყება, ძალიან ბევრი ვიცი გავა თავის კურდღლებს მოუგლეჯს ბალახზე მოუტანს. სველი ბალახი, მეგობრებო, პირველი რაც ძალიან არ უხდება კურდღელს, ეგაა. ანუ პირველ უნდა გამოვაშოროთ, უმჯობესია თუ წინა დღით მოუგლეჯთ ბალახს, ცოტა რომ ჩაჭკნება, მე მიუტანოთ და დავყაროთ. ეგეთი ბალახი ძალიან კარგია, სასარგებლოა. და კომბოსტო. რაც თავარია, კომბოსტო ზომიერად, ყვავილოვანი კომბოსტო ასევე არ უნდა გავაკაროთ, არ შეიძლება ჩვეულებრივი კომბოსტო კი. ოღონდ ისიც თავისთავად ზომიერად, იმიტომ რომ ეგეც წყალია მარტო და კუჭი ნაწლავთვის ძალიან ცუდია. წყალს ისედაც ვაავს და მით უმეტეს მონელებაზე უჭირს და რა თქმა უნდა გალიაში თუ ყავს და ვერ მოძრაობს, თუ ვერცა კურდღელი ვერ მოძრაობს, ძალიან უჭირს მისი მონელება. როცა მოძრაობს და ხდის კურდღელი აქ დიდი სივრცე, ეს ეხმარება მას მონელებასთვის და არც შემობერავს, არც არაფერი. ანუ ეხლა მე როგორც ამ ყავს გაშვებული 40 კვადრატია, სადღაც 30 კურდღელი, ისე დაახტიან, რომ ამადაც უნდა ვაჭამო, მოინელებენ ეგრევე, არ ჩერდებიან. ესეთი სივრცე თუ გაქვთ, ძალიან კარგია. და ბოლოს, ჩემო მეგობრებო, ერთი და იგივე თივა არ უნდა ვაჭამოთ, ანუ საჭმელი არ უნდა შეუცვალოთ. არ უნდა შევუცვალოთ, არა უკაცრავად, უნდა შევუცვალოთ. ანუ ერთი და იგივე საჭმელი არ უნდა მივცეთ, თქვა და ფორი თუ აქ მოდებული ეგეთი არ უნდა გავაკაროთ. აი და ესენი ყველაფერი ძალიან მუცელზე ურტყავს და შემობერვას უწყობს ხელს. და ბოლოს, კურდღელი თავის თავს ისლაქავს, ბეწვს ისორებს და აი ეს ბეწვის გორგლების თუ ჩაყვამას, ესეც აუცილებლად იცოდეთ რომ შემობერავს და ამაზე უკვე აღარ ვიცი რა უნდა ვქნა, თქო, ბოლოს ექიმი უნდა ჩაერიოს, თორე ამას ხელში და სახლის პირობებში და ხელით ვეღარ უმკურნალებ. მადლობთ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ, ვისაც მოგწონთ და შემდეგ კიდე დაგიდებთ.